გორგიამ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა ჰიპერმარკეტის გახსნას თბილისის მერის დავით ნარმანია და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაესწნენ. 10,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს 25,000-მდე დასახელების პროდუქტი შეძენა შეიძლება. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისათვის 10 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან კომპანიის ინფორმაციით ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. გორგიამს გავსი ტიპის ობიექტების გახსნას ბათუმში და ქუთაისშიც გეგმავს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა განხორციელდება ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს ქვეყანაში და ესეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია იმისათვის, შესაბამისი ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა მოხდეს ამ პროექტების. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ადამიანები დასაქმდნენ, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება ქვეყანაში და რაც თავარია თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია გვექნება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ესეთი ცენტრი გაიხსნა თბილისში, რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა იზრდება. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორი გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, რაც ნიშნავს, რომ არის რეალური გამოცოცხლება ამ კუთხით. ბევრს აქვს სურვილი გააკეთოს რემონტი, მაგრამ ხელმიუწვდომობის გამო ბევრს უწევს ხოლმე გადადება დროში. გორგი აკეთებს აქციებს, დაიწყებს ყოველკვირეულ აქციებს, სადაც ხელმისაწვდომად გახდის სხვადასხვა პროდუქტს. ექსპორტზე გადის ეხლაც, მაგრამ რა თქმა უნდა მოიმატებს, იმიტომ ჩემი სურვილი ფიზიკურად არის, რაც შეიძლება ვალუტა შემოვიტანო ქვეყანაში.